გაბიტაშვილს ტვინის შერყევა დაუდგინდა, მას ტიტუშკებმა ურტყეს თავში, ასევე სახისა და გულმკერდის არეში. ასე აღასრულა რეჟიმამ უქარა, რომელიც აბუ-დაბიში ივანიშვილის დეპუტატებმა გააჟღერეს. თავდასხმის ადგილზე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, თუმცა როგორც პრაქტიკა მაჩვენა, დაზარალებულს არასოდეს აქვს წვდომა ჩანაწერებზე. როგორ უსწორდება ოლიგარქის რეჟიმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს. ნანო ჩაკვეტაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში, ნანო გისმენთ. დავიწყოთ ლაშა გაბიტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მედიკოსების შეფასებით ამ ეტაპისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მას დაუდგინდა ტვინის შერყევა, როგორც ამას მისი მკურნალი ექიმი ამბობს. ლაშა გაბიტაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ დატოვა ინგოროყვას სახელობის კლინიკა და გააკეთა პირველი კომენტარი მედიასთან კლინიკის დატოვების შემდეგ. ლაშა გაბიტაშვილი ხვდება, რომ მას თავს დილის 9 საათისთვის 3 ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან მაშინ დაესხა, როდესაც ის ძაღლს ასეინებდა, მას უკნიდან მიეპარნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ და ამის შემდეგ 3-ვე ნიღბიანმა პირმა უკვე ეს ტერიტორია მალევე დატოვა და მალევე ლაშა გაბიტაშვილმა გამოიძახა პოლიცია ადგილზე. პოლიცია მისი თქმით დაგვიანებით 1 საათის შემდეგ მოვიდა. შესაბამისად ამ ადგილას ლაშა გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლთან საგამოძიებო სამუშაოებით მოქმედებებით სწორედ დაახლოებით 1 საათის შემდეგ დაიწყო. ამას გამოეხმაურა მალევე ოცნების თვითმარქვია დეპუტატი ირაკლი ზარქვა, რომელიც ვიქტორ სანიკიძესთან ერთად დაუპირისპირდა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა ლაშა გაბიტაშვილს 13 იანვარს აბუ-დაბიში. ირაკლი ზარქვა ამ შემთხვევაში, ამ თავდასხმაში მის ყოველგვარ მონაწილეობას გამორიცხავს. ძაღლს როცა ვასეირნებდი, ესე იგი უცებ არ ვიცი, მოულოდნელად 3 ადამიანი და ვერც დავინახე როგორ მომიახლოვდნენ და ძირს დავარდი და მე აფექტის მდგომარეობაში ვიყავი და არ ვიცი საერთოდ ვინ იყვნენ, რა იყვნენ, სახეუჩანდა და არ შემიხედი, ანუ სხვანაირად მინდიოდა ვითარება და ამის გეუბნებოდნენ ამ თავდასხმებს. ანუ გინების და იმის მეტი არაფერი და ეს არის აბუ-დაბის გაგრძელება. უბრალოდ ეს პერსონალურად იმ ხალხის, ვინც ჩემთან ერთად კაპეზეზე იყვნენ, არ ამგონია უფრო ეს არის რეჟიმის პასუხი ყველა ისეთი ადამიანის მიმართ, რომ დაიცვან თავიანთი რეჟიმის წევრები და მოახდინონ მეორეს მხრივ დაშინება. ეს ყველაფერი ზეწოლა არის, ანუ უნდათ რომ ხალხი გატეხონ, რომ არ გავიდეს აქციებზე. მე გუშინ აქციაზეც ვიყავი და ალბათ ეს ყველაფერი ძალიან აღელვებდა, უნდათ რომ სამაგალითო დავისაჯო გამოძიების იმედი, როგორც წინა შემთხვევებიდან სხვადასხვა кейსებიდან გამომდინარე არ იყო შედეგი, ეხლაც არ ველოდები შედეგს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე პროცედურულად ყველაფერს მივყვები. თუ ჩემზე აქვს ვინმე ეჭვი, ხო, მე არ ჩვევი ასე. როცა დააშავა, არასწორად მოიქცა, ღიად საჯაროდ, მით უმეტეს იქ კამერების წინ, სადაც უამრავი ადამიანი იღებდა, არ მომრიდებია, სადაც ოჯახის შეურაცხყოფაა და ახლობლების მან პასუხი გავცე და მომავალშიც ასე ვიზამ. ხოლო მაგის შემდეგ ჩვენ გქონდა მასთან საუბარი, გაგებით მოვეკიდე მის ამ იმას. მგონია რომ არც ერთ ახალგაზრდამ არ უნდა გამოაყენებინოს თავი ამ სექტას. გამოძებამ დაადგინოს, როდესაც შეურაცხყოფას აყენებ ასე და ზოგადად გამოირჩევას ადამიანი პროვოკაციული ქმედებები, შეიძლება მეზობელიც იყოს, შეიძლება მისი ყოფილი მეგობარი იყოს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა და ეხლა კამერით რო დარბის კაცი ეთყობა იმანაც ეს არ ვიცი, ნიღბით იყო თუ უნიღბოთ, ეს გამოძიების საგანია და დაადგენენ. ლაშა გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლთან, სადაც მას დღეს დილის 9 საათისთვის 3 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. კამერის ჩანაწერები ამ ტერიტორიიდან ამოღებულია, ამას გვიდასტურებენ მაღაზიების მეპატრონეები, ადამიანები, რომლებმაც თავად გადასცეს და მისცეს უფლება კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს შემოწმებინა და ამოეღოთ მათ ტერიტორიაზე მდებარე კამერის ჩანაწერები. ასევე ვიგებთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე ამ ტერიტორიაზე დასრულებულია. ვნახოთ ახლა რას მოიმოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაღალი ალბათობით რახანაკ 6 კამერაა განლაგებული ამ ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში თუ კი იარსებებს შესაბამისი ნება და мотиваცია, წესით არ უნდა გართულდეს ამ საქმის გახსნა და შესაბამისი დამნაშავეების ჯერ გამოვლენა და შემდეგ დასჯაც. ლაშა რომ სცემეს, თქვენ ამას შეესწარით? კი. მოგვიყევით რა იცით, თუ შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვა? არაფერი, რაც დავინახე, უბრალოდ რომ 3 ადამიანმა დაესხა თავს და ცემეს მეტი არაფერი. უკნიდან მიეპარნენ, აი როგორ მოხდა ლაშა ძაღლს ეირნებდა, როგორც თავად ხვება. კი ბატონო, კი. ძაღლს ეირნებდა და დაესხა 3 ადამიანი და ცემეს კი. აქტუალური იყო უცებ დაინახეთ, თუ აი აქ ვჭექი მუშაობდი და დავინახე. მათი იდენტიფიცირება რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ, ნიღბებით იყვნენ, როგორც ვიცით. ნიღბებით იყვნენ. სახეზე არ ვიცი რა დავინახეს. კამერის ჩანაწერები, თქვენ თუ ნახეთ? კამერის ჩანაწერები? კი.
და იგი შიფრება ჩანს თავდასხმის ეპიზოდი? თავდასხმის ეპიზოდი კი, მაგრამ ის ესახეები და რაღაცები არ ჩანს, იმიტომ რომ მაფარებული ვართ რა. თუმცა აქ ასახულია თავდასხმა და მთელი ეს ეპიზოდი როგორ მიეპარნენ უკნიდან და ასე შემდეგ, ხო? კი, კამერები ხო არის. როგორ გითხრათ ეხა არ ჩანს მეთქი, იმიტომ კამერებში მაინც გამოჩნდება და და წაიღეს აქედან შესაბამისი სერვერი, როგორც ვიცი, ხო, მოწყობილობა, რაზეც იქნება ეს ჩანაწერები, რაც გაიშიფრება, კი. ხო? შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ფიზიკური ძალადობის მუხლით დაიწყო. ნახოთ გამოავლენს თუ არა და შემდეგ დასჯის თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო რეჟიმის კრიტიკოსზე თავდამსხმელებს გეტყვით და გაგახსენებთ, რომ ლაშა გაბიტაშვილი საზოგადოებამ გასულ თვეს მაშინ გაიცნო, როდესაც 13 იანვარს მას დაუპირისპირდნენ ფიზიკურად და ფიზიკურად გაუსწორდნენ ქართული ოცნების თვითმარქვია დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა. ასევე გაგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ზარქუა დაემუქრა ჯერ კიდევ აბუდაბიდან ლაშა გაბიტაშვილს. მან თქვა, რომ ლაშა გაბიტაშვილი საკადრის პასუხს მიიღებდა მასში, როდესაც ის თბილისში დაბრუნდებოდა. ეს არის პოლიტიკური ვენდეტა და პოლიტიკური შურისძიება ტიტუშკების ხელით ოცნების თვითმარქვია დეპუტატების მხრიდან. ასე ფიქრობს ლაშა გაბიტაშვილი.